მეგობრებო, მოგესალმებით. შემდეგი ეტაპი, ასე ვქვია, ამ საჯარო გაშლას. თქვენს წინაშე სამი ვარიანტია. ქვები არ გამომიყენებია. შეგიძლიათ ისე აირჩიოთ თქვენი ვარიანტი. სხვათა შორის წეღან რო დავიწყე საჯარო გაშლის ჩაწერა, აღმოჩნდა რომ ვარიანტები დამილაგებია, მაგრამ ვიდეოს ჩაწერა არ დამიწყე, ასე რომ ვიდეოს ჩაწერას ვიწყებ უკვე დალაგებული ვარიანტებით. არკანების აღება უკვე აღარ იქნებოდა სწორი, ამიტომ სამი ვარიანტი და ჩვენ ვნახავთ უახლოეს მომავალში რა გელოდებათ, ანუ რა იქნება თქვენი რეალობის და ცხოვრების შემდეგი ეტაპი. კეთილი, ვარიანტი პირველი. ვიწყებთ თქვენით. შემდეგი ეტაპი. შემდეგი ეტაპი გაქვთ ცხრიანების თასების. დრო მოვიდა რომ მიიღოთ სიამოვნება მიღებული გადაწყვეტილებით. მიიღოთ სიამოვნება მიღებული შედეგით. ეს არის არკანი, როდესაც ადამიანი კმაყოფილია. კმაყოფილია, განიცდის კმაყოფილებას. განიცდის კმაყოფილებას. და ეს კმაყოფილება მოდის იმ შედეგისგან, რომლისკენაც თქვენ ილტოდით და თქვენ დაიმსახურეთ ეს შედეგი. ეს არის შედეგი, სადაც სამყარო გვერდით დაგიდგათ, სამყარო დაგეხმარათ, შანსები, სწორი ადამიანები გამოგიგზავნათ. იმისთვის, რომ ამ მდგომარეობამდე მისულიყავით, ანუ მისულიყავით ცხრიანების თასებამდე. დააფასეთ აუცილებლად თქვენს ირგვლივ ის ადამიანები, რომლებიც გეხმარებიან, გირჩევენ, რთულ სიტუაციაში თქვენს გვერდით არიან, ემოციურად გასაფორთებენ, ხო, ანუ ემოციურ მხარდაჭერას გიცხადებენ. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ძალიან მადლიერი იყოთ ამ შემდეგ ეტაპში, როდესაც ზოგადად მადლიერება ეს ოქროს გასაღებია, წლები ამას ვამბობ, მაგრამ აი განსაკუთრებით უნდა იყოს ძლიერი ეს მადლიერების შეგრძნება იმ უახლოეს მომავალში, როდესაც თქვენ აი ამ შედეგს მიიღებთ. კმაყოფილებას. კარგად ვარ. თქვენ იტყვით, მე კარგად ვარ. მე ბედნიერი ვარ, მე თვითკმარი ვარ. და შეიძლება სხვათა შორის ეს აღნიშნოთ კიდევაც. აღნიშნოთ ან კონკრეტულ ადამიანთან, ან კონკრეტულ ადამიანებთან ერთად. ასე რომ შემდეგი ეტაპი არის შედეგით მიღებული ემოციური სიამოვნების მიღება. და თქვენ ეს ნამდვილად დაიმსახურეთ. მეორე ვარიანტი. რა გელოდებათ თქვენ უახლოეს მომავალში, ანუ შემდეგი ეტაპი რა არის? სამიანების პენტაკლები, შრომა და კიდევ ერთხელ შრომა. ეს შეიძლება იყოს ახალი პროექტი, ვისაც ვთქვათ, პერიოდი გქონდათ ისეთი, რომ კი, სამსახურს ეძებდით. თქვენ აუცილებლად ამ სამსახურს მიაკნებთ. ეს არის ფუტკრების შრომას ვხედავთ, ხომ? ეს არის, როდესაც ქვაზე იდება და იქმნება ის სტაბილურობა, იქმნება ის ფინანსური უსაფრთხოების საფუძველი, სიმყარე, ციხესიმაგრე, რომელსაც თქვენ და თქვენს ირგვლივ კონკრეტული ადამიანები ძალიან მეგობრულად და ძალიან დიდი მხარდაჭერით შემოიტანთ ამ ენერგიებს თქვენს რეალობაში, რაც არის შრომა, განვითარება და რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, თქვენ აუცილებლად მიიღებთ აღიარებას, შექებას, კომპლიმენტს. კომპლიმენტს, რომ თქვენს მიერ გაკეთებული სამუშაო ძალიან კარგად შეასრულეთ, ძალიან კარგად არის შესრულებული, რომ თქვენ პროფესიონალი ხართ, რომ თქვენ გამორჩეული ხართ. რომ თქვენ იცით თქვენი საქმე.
ნამდვილად ლიდერი იქნებით საკუთარ საქმიანობაში. იქნებით ამაყი საკუთარი შემოქმედებით და იქნებით ისეთივე მშრომელი, როგორც არკანზე აღნიშნული ფუტკრები. ასე რომ შემდეგი ეტაპი ეს არის შრომა და შრომის შედეგად მიღებული ეს კმაყოფილება, არა მხოლოდ ფინანსური, არამედ კმაყოფილება, რომ ეს შრომა დაფასდა და თქვენ მიიღეთ ის სათანადო შეფასება, რომელსაც იმსახურებდით. მესამე ვარიანტი. თქვენი შემდეგი ეტაპი რა არის? პენტაკლების მეფე. ძალიან მომწონს ამ ტაროს დასტაში კონკრეტულად ეს არკანი. პენტაკლების მეფე. რისი თქმა სურს პენტაკლების მეფეს? ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ თქვენ უახლოეს მომავალში საკუთარ თავს და საკუთარ მნიშვნელობას აუცილებლად აჩვენებთ, არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ გარშემო ადამიანებს. გარშემო ადამიანები მიხვდებიან თქვენს სიტყვის ძალას, თქვენს ღირებულებას, თქვენს ფასეულობას, იმას, რომ თქვენით აღარ გამოვა და ვეღარ გამოვა ისე მანიპულირება, როგორც გამოდიოდა აქამდე. თქვენ აქ კიდევ ერთხელ აჩვენებთ ადამიანებს, რას ნიშნავს თქვენი საზღვრები. თქვენ აქ კიდევ ერთხელ აჩვენებთ ადამიანებს, რომ ისინი თქვენგან ვერაფერს ვერ მიიღებენ, თუ მათ სათანადო პასუხი არ დაგიბრუნეს. შენ მე შენის ხელი ხელს ბანს პრინციპით იქნებით აუცილებლად. იმიტომ რომ თუ კი სამყაროში საკუთარ თავს ვეძახით და იდენტიფიცირებას უკეთებთ როგორც ძლიერ ადამიანს, შემოქმედებით ადამიანს, რომელმაც შექმნა გარკვეული ფინანსური უსაფრთხოება, შექმნა გარკვეული რესურსი თავის ირგვლივ, მაშინ და ეს რესურსი თქვენ შექმენით, მაშინ ვალდებულნი არიან ადამიანები, რომ მას სათანადო პატივისცემით მოექცნენ. გესმით? და თქვენ უკვე ხვდებით, რომ არიან თქვენს ირგვლივ ადამიანები, რომლებიც ამას სათანადო პატივისცემით არ ექცეოდნენ აქამდე. თუმცა ამის უფლებასაც, რა თქმა უნდა, თქვენ აძლევდით. ამის უფლებასაც, რა თქმა უნდა, თქვენ აძლევდით ადამიანებს. შემდეგი თავი არის ის, რომ იტყვით მორჩა. მორჩა. ყველა მიიღებს იმას ჩემგან, რასაც იმსახურებს. ყველა მიიღებს ჩემგან იმას, რასაც იმსახურებს. და არა მხოლოდ სამხრივად. და ამ თქვენს გადაწყვეტილებაში იქნებით ძალიან ძლიერი. იმდენად ძლიერი, რომ თქვენ ვერც კი წარმოგედგინათ, რომ თქვენში იყო ეს ძალა და ასე ძლიერად შეგეძლოთ გეთქვათ არა. მე კი გისურვებთ წარმატებებს, ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს.